95 წელი ეროვნული არქივის დაარსებიდან იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ ამირანში არქივში დაცული დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. 3 სეანსზე წარდგენილი იქნება 11 მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. რეტროსპექტივისთვის შერჩეულია მრავალფეროვანი თემატიკის ფილმები, რომლებიც გადაღებულია მე-20 საუკუნის 30-იან, 60-იან წლებში და ეროვნულ კინომემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ფილმების უდიდესი ნაწილი 10 წლეულების შემდეგ დიდ ეკრანებზე პირველად იქნება ნაჩვენები. რეტროსპექტივა გაიხსნა დოკუმენტური ფილმით მსოფლიო ტარს უკრავს, რომელშიც ასახულია ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ანსამბლის მსოფლიო ტურნე. ამოვარჩიეთ 35,000 ფილმიდან 11 დოკუმენტური ფილმი, რომელიც კინოთეატრ ამირანში 3 დღის განმავლობაში იქნება ნაჩვენები. პირველი ფილმი არის სუხიშვილებთან დაკავშირებული, ვინაიდან წელს მათაც ამ ანსამბლსაც საიუბილეო წელი აქვს. მიხარია, რომ ესეთ აკადემიურ ანსამბლში მომიწია მუშაობა. ერთი ოჯახად ვიყავით შეკრული და ჩვენი ფიქრი და ოცნება იყო გვესახელებინა ჩვენი სამშობლო.